დღეს მე მინდა გესაუბროთ მშვიდობაზე. ზოგადად საზოგადოებაში რომელმაც იცის რა არის ომი, ლოგიკურად აქვს უნარი დააფასოს მშვიდობა. როდესაც საქართველოში 2008 წლის ომი მიმდინარეობდა, ჩემთან სოფელში პატარა ბავშვებმა კედელზე დიდი ასოებით დაწერეს. მე მინდა მშვიდობა. და ჩემთვის ეს იმდენად დიდი განაცხადი იყო, რომ ნებისმიერი პოლიტიკოსის მრავალსაათიანი სპის მერჩივნა. და ზუსტად მაშინ მივხვდი მე თუ რამდენად მნიშვნელოვანია ახალგაზრდა თაობისთვის, რომ ცხოვრობდნენ მშვიდობიან გარემოში და მშვიდობიან ქვეყანაში. ყავს პატარა შვილი და ყოველდღიურად მიწევს იმაზე ფიქრი თუ როგორ გარემოში მოუწევს მას ცხოვრება. და დღითიდღე ვწმუნდები ციცერონის გენიალურ სიტყვებში, რომ მე მირჩევნია ყველაზე უსამართლო მშვიდობა, ყველაზე სამართლიან ომს. და თუ დაუკვირდებით, ეს მართლაც დიდი სიმართლე არის. ზოგადად დასავლურ კულტურებში მშვიდობა გაიგივებულია როგორც ადამიანის გარეთ მდგომი ცნება. მაშინ როცა აღმოსავლურ კულტურებში ეს ადამიანის შინაგანთან უფრო ახლოს არის. მე ვისურვებდი, რომ ორი ცნება ერთმანეთში გაერთიანებული იყოს და დაესადგურებინოთ მშვიდობას როგორც ჩვენს გონებაში, ასევე ჩვენს გულებში და ზოგადად მთელს სამყაროში, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ. ბოლოს მინდა დავასრულო ჯონ ლენონის გენიალური სიტყვებით, რომელიც არის სიმღერიდან და რომელიც ჩვენთვის ყველასათვის ძალიან კარგად ცნობილი არის. Imagine all the people living in the peace. მოდი შევეცადოთ, იქნებ გამოგვივიდეს და ვიცხოვროთ მშვიდობით.